არ ვაპირებ მიბაძვას, მე სერიალების დიდი მოყვარული არა ვარ საერთოდ. მე ლიტერატურის მოყვარული ვარ, მაგრამ ამერიკულმა სერიალებმა კინოს უყურებ კინოში, რაც ძალიან იშვიათად ხდება ბოლო დროა. ჩემი დამოკიდებულება მაქვს, მე ხა პროფესიით კინემატოგრაფისტი ვარ, ამიტომ ეს ცოტა სხვა არის. ხა ჩვეულებრივი მაყურებლისგან, რიგითი მაყურებლისგან განსხვავდები, ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩემი პროფესიაა. ეს არის ძალიან საინტერესო ჟანრი, და რაც თავარია, ძალიან საინტერესო შესაძლებლობა იმისთვის, რომ გახსნა კვანძი. მე მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ მე თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას და ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო შემოქმედი ამ რეჟიმის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, დავპირდი და ესეც სიტყვები უთხარი, რომ შეგისრულებთ მეთქი და ნამდვილად შეუსრულებ. ამ ფილმით აპირებთ? კი, შეუსრულებ აუცილებლად. კარგით, ბიძინა ივანიშვილი იქნება ამ ფილმის პერსონაჟი, ალბათ იმ ერთ წელიწადში, რომელსაც 9+1 სამუშაო მე ვფიქრობ, რომ რახან ჩვენ ვლაპარაკობთ, ასე ვთქვათ, იმ ეპოქაზე, რომლის მონაწილეები ყველანი ვიყავით, რომელიც, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ეს მოიცავს რაღაცა მოვლენებს და ამ მოვლენებში ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა, მიხეილ სააკაშვილიც, შენც, მეც და ბევრი ძალიან უამრავი ადამიანი. დიდი მადლობა, გოგა ხაინდრავა რეჟისორი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა რეკლამაა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით ეთერში. საქართველოს მადრიდის ტურისტულ გამოფენაზე. წარმოდგენილია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა, იმდენად მნიშვნელოვანი გამოფენა. მსოფლიო ტურიზმის მოდა. იზრდება მოთხოვნა კულტურულ და სათავგადასავლო ტურიზმზე. და მადრიდის ტურისტული სიმბოლო. ეს სანტიაგო ბერნაბეუა, სიდიდით მეორე სტადიონი ესპანეთში. Huawei? მანვადებით. 29 ლარა და 90 თეთრად თვეში 1 გიგაბაიტი ინტერნეტით ყოველ თვე. შენც Huawei? აჰა. 11 ლარა და 90 თეთრად თვეში 500 მეგაბაიტი ინტერნეტი ყოველ თვე. ხოლო ჯეოსელის მაღაზიებში Huawei სმარტფონები განვადებით საახალწლოდ თოვლის ბაბუისგან. ნოუთბუქი, Asus-ი, ფასი 799 ლარი. ნუ გადაიხდი ზედმეტს. ტექნობუმი. მე ბედნიერი ვარ. უკვე მაქვს ჩემი საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. ყველა ახალი ნივთი მაგზნობინებს, რომ რაღაცას ვქნი, რომელიც მის მოეწონება, გამოადგება. მე ბავშვთა სახლში გავიზარდე. ვცდილობ ხშირად მოვიდე ხოლმე აქ. აქ ყველაზე მეც ოცნებობენ და ყველაზე მეტად ჭირდებათ დახმარება. ადრე აქ კედელი ვიპოვეთ. ჩვენ სურვილებს ვწერდით. ხანდახან ახალი წარწერებიც მხვდება. მე ფონდის დახმარებით ეს შევძელო, მაგრამ ვიცი, რომ ბევრი ჩემი მეგობარი ჯერაც ელოდება. პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა კურთხევით შექმნილი ფონდი ნატახტარი ეხმარება მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს აიხდინონ ოცნებები. ყოველი ლიმონადის ყიდვისას 1, 3 და 5 თეთრი გადაირიცხება ფონდ ნატახტარში. იზრუნე მომავალზე. ლარი, ეკონომიკა და ქვეყანა რომ ძლიერი იყოს, ამისთვის ბევრი ტურისტიცაა საჭირო, ტურისტისთვის კი იმის ცოდნა თუ რას ნახავს საქართველოში. ამისთვის კი საჭიროა საქართველოს კარგად გააცნოს თავი ტურისტებს. ტურიზმი როგორც ექსპონატი, მადრიდი უკვე რამდენიმე ათეული წელია მსოფლიო გამოფენას მასპინძლობს. მისი მასშტაბები რიცხვებში კარგად ჩანს, თითქმის მთელი მსოფლიო 200-მდე ქვეყნითაა წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოც. როგორც აღმოჩნდა, ტურიზმსაც აქვს ტენდენციები და მოდა. ახლა მთავარი მიმართულება სათავგადასავლო ტურიზმია. მთავარია ვინ გადაწყვეტს საკუთარი თავგადასავალი საქართველოს დაუკავშიროს. რეპორტაჟში მოგითხრობთ ასევე გამოფენის მასპინძელი ქალაქის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობაზე. ეს სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონია, რომელიც უკვე აღარაა მადრიდის მხოლოდ სპორტული სიმბოლო. ჩვენი რეპორტაჟი მადრიდის გამოფენიდან, რომელიც მსოფლიო სამაულშია შესული ბერლინთან და ლონდონთან ერთად. 12 პავილიონში დაკარგული მსოფლიო. მადრიდის ტურისტული გამოფენის გრანდიოზულობა რიცხვებში 200,000 დამთვალიერებელი, 9,000 ტურისტული ფირმა, 7,000 ჟურნალისტი.
ოპერატორები ხარისხიანი კადრისთვის ესპანეთის მეფის დაცვას უყვირიან. გამოფენის პირველ დღეს ჟურნალისტებისთვის მთავარი ექსპონატი მაინც ესპანეთის სამეფო ოჯახია. ასეულობით კამერის ობიექტივში ხვდება მეფის ყველა ნაბიჯი. მან მადლობა მითხრა იმისთვის, რომ საკმაოდ ლამაზი პაპირუსი დავამზადე მისი და დედოფლის იეროგლიფებით. სიურპრიზი იყო მისთვისაც და ჩემთვისაც, აქ რომ გაჩერდა. ქალაქები, კურორტები, ქვეყნები, სასტუმროები, როგორც საგამოფენო ცენტრის ექსპონატები, სადაც ყოველთ ცდილობს საკუთარი ქვეყნის ხასიათი აჩვენოს. მაგალითად, ტუნისელები თავისი ცნობილი ხელნაკეთი ნივთებით ჩამოვიდნენ. ეს ევროპის პავილიონია. საქართველოს სტენდიც აქაა საბერძნეთსა და ნორვეგიას შორის. ვინც საქართველოს უკვე კარგად იცნობს, მოლაპარაკების მაგიდასთან ზის. ვინც არა, მას უხსნიან სად სჯობს, რა გზით და რომელ სეზონზე. საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი წერტილი გახდება რუქაზე ტურიზმის კუთხით. ტურისტები თანდათან უფრო იცნობენ საქართველოს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ იქ ყველაფერი ხელახლაა აღმოსაჩენი. ბევრი ეგზოტიკაა თქვენს ქვეყანაში. ახლა მთავარია ტურისტებმა გაიგონეს. მადრიდში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია. იორდანელი თალებ რიფაი მისი ხელმძღვანელი, რომელიც გამოფენის პარალელურად ორმხრივ შეხვედრებს მართავს. სამჯერ ვიყავი საქართველოში, მაგრამ 10-ც არ არის საკმარისი. პატარა ტერიტორიაზე თავს იყრის მთა, სხვა განსხვავებული რელიეფი. თავარი მაინც არის ხალხი. ბევრ ქვეყანაში შეიძლება მოინახულოს სანაპირო და მთები, მაგრამ ხალხი უნიკალურია. ყველა მზადაა შენთან სასაუბროდ. ყველაფერს აქვს მოდა, როგორც ირკვევა ტურიზმსაც. 2015 წლიდან მთავარი ტენდენცია სათავგადასავლო ტურიზმია. ახლა საინტერესოა, რამდენი აირჩევს საკუთარი თავგადასავლებისთვის საქართველოს. ყველა თავისებურად ცდილობს წარმოაჩინოს და უფრო მეტად საინტერესო გახადოს თავიანთი პროდუქტი მსოფლიო ბაზრებისთვის. ჩვენ შემთხვევაში ეს არის ჩვენი კულტურა, ჩვენი ზაფხულის და ზამთრის კურორტები, ასევე ჩვენი ღვინო და ჩვენი გასტრონომიული შესაძლებლობები. იზრდება მოთხოვნა კულტურულ და სათავგადასავლო ტურიზმზე. ტურისტებს აინტერესებთ მათთვის უცხო და ახალი ქვეყნების დათვალიერება და 2030 წლამდე ყველაზე, ესე ვთქვათ, მზარდი ტენდენცია იქნება აღმოსავლეთ ევროპაზე, შავი ზღვის რეგიონზე. უდიდესი გამოფენის მასპინძელი ქვეყანა ტურიზმიდან შემოსავლებით მსოფლიოს სამეულში შედის. ესპანეთის დედაქალაქი კი დამთვალიერებელს არა მხოლოდ პრადოს მუზეუმით, არამედ მადრიდის რეალის მუზეუმითაც იზიდავს. სანტიაგო ბერნაბეუ სტადიონი სპორტული ტურიზმის სიმბოლოდ იქცა. ამ სტადიონზე რეალ მადრიდი საშინაო შეხვედრებს მართავს. ეს სანტიაგო ბერნაბეუა სიდიდით მეორე სტადიონი ესპანეთში. ის მადრიდისთვის არა მხოლოდ სპორტულ, არამედ ტურისტულ სიმბოლოდ იქცა. ბოლო მონაცემებით დამთვალიერებელთა და ტურისტებისგან მიღებულმა შემოსავალმა მნიშვნელოვნად გადააჭერბა გაყიდული ბილეთებით მიღებულ შემოსავალს. ახლა კი ვნახოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ. მე მომავალ შაბათამდე გებშვიდობებით, ნახვამდის. ჩვენში ვერ ნახა უკეთეს. ნაღები არის ნამდვილი შაგერგოს დედის რძესავით, ნაღდი კარაქი, შტილი. სერიალის სპონსორი. სერიალის სპონსორია ლიბერტი ბანკის ავტოლიზინგი. შეიძინეთ ახალი ან მეორადი ავტომობილი და მიიღეთ ღირებულების 80%-მდე თანხა. ლიბერტი ბანკი, ყველგან და ყველასთვის.